ყველაზე მშვენიერი და ლამაზი ადამიანი არის, როცა ისმენს ღვთის სიტყვას. ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე ერთ-ერთ წმინდა მამასთან წავიკითხე რამდენიმე წლის წინათ და სულ მაინტერესებდა იქიდან როგორები იყვნენ ადამიანები, როგორ ჩანდნენ, თუმცა იმ სიმაღლიდან მაინც ვერ ხედავ. იქიდან უფრო ლამაზები იქნებიან და ყველაზე ლამაზები ხართ ზეციდან. აი იქიდან რომ იყურებენ, ანგელოზები ისინი ხარობენ, წმინდანები ხარობენ, როდესაც ღვთის სახლში დადის მისი ეკლესია, რომლის თავიც არის ქრისტე. ეკლესია ბერძნულად ნიშნავს იქიდან გამოხმობას, იქიდან ანუ მიწიური ცხოვრებიდან, აი წუთის სოფლიდან ღმერთის მიერ დაძახებულ და გამოხმობილ ადამიანთა კრებულს, რომლის თავიც არის ქრისტე. ეკლესია ეს არის ქრისტეს მისტიური სხეული, რომლის ნაწილები, წევრები ჩვენა ვართ. ჩვენი თავი, წინამძღოლი, ხელმძღვანელი არის ქრისტე. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, აი როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ყოველი ცოლი დაემორჩილოს ქმარს. ანუ რა სწავლებაა მოცემული? ცოლებიო ქმრებმა ძალით კი არ უნდა დაიმორჩილონ. არამედ ეკლესია, ანუ თითოეული ჩვენთაგანი ხო სიყვარულით და ნებაყოფლობით ვემორჩილებით ქრისტეს, მის ნებას, მის მოძღვრებას და არა იძულებით. თქვენ გინახავთ ვინმე რომელიმე მართლმადიდებელ ეპისკოპოსს ან მოძღვარს ძალით მოეყვანოს ეკლესიაში. გამორიცხულია, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ყველაზე დიდ პატივს სცემს ადამიანის თავისუფალ ნებას. გამომდინარე აქედან ვართ რა ჩვენ ეკლესიის წევრები, ჩვენ აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, როგორც უფალმა ბრძანა, რომ ჩემი ერის, ანუ ახალი აღთქმის შეულ ერს შევკრებ დედამიწის ყოველი კუთხიდან, ყოველი ტომიდან და ყოველი ენიდანო. მაშასადამე ახალი აღთქმის რჩეული ერი ეს არის ეკლესია, ანუ ქრისტეს მისტიური სხეული, რომლის წევრებიც ჩვენა ვართ და რომლის თავიც არის ქრისტე. და რამდენადაც რჩეულია ეს ერი, ამდენად ამ ერის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ღვთის წინაშე, რადგან როგორც უფალი გამოგვიცხადებს წმინდა ლუკას სახარებიდან, ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება და ვისაც მეტი მიენდო, მეტიც მოეკითხება. აი აქედან გამომდინარე თითოეულმა ჩვენთაგანმა გულისხმობ ხოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემო ძვირფასებო ყოველი ჩვენთაგანისათვის ცხოვრება ეკლესიური ცხოვრებით, რომელიც რა თქმა უნდა ძალზედ მძიმეა, რადგან მართლმადიდებლური სამყარო გარშემორტყმულია და გარემოცულია უზარმაზარი არამართლმადიდებლური სამყაროთი, რომელიც ყოველდღიურად და ყოველწლიურად აძლიერებს თავის ზეწოლას ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მთელს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ გვწამს, როგორც უფალმა გამოგვიცხადა და ვიცით, რომ ღმერთი ყოვლადძლიერია, მართალია ეშმაკი, მაცტური და შემასვენელი, რომლის სახელიც იმთავითვე, როგორც უფალი ამბობს, კაცის მკვლელია და მისი სურვილია ყოველი ჩვენთაგანის სულიერი სიკვდილი, ანუ დატოვება ღმერთის გარეშე, თუ ჩვენ ღმერთთან ვიქნებით, ეშმაკი, რომელიც ძლიერია, როგორც უფალი უწოდებს მას, ყოვლად ძლიერი, ყოველთვის ძლევს და ვინც იქნება ყოვლად ძლიერთან, მის მიერაც იძლევა მაცტური და შემასვენელი, ბელზებული და სატანა, რაც ნიშნავს მტერსა და წინააღმდეგს. იგი მტერია ღვთისა და წინააღმდეგია თითოეული ჩვენთაგანის სულის ცხონებისა. აი ჩვენ წარმოვთქვით სიტყვა პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს და ამით მინდა დავამთავრო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ ყოველდღიურად ვევედრებით უფალს, ეს ღმერთმა გვასწავლა. ამ ლოცვაში მამაო ჩვენო, რომელსაც წმინდა მამები სხვაგვარად მოკლე სახარებას უწოდებენ, 7 ვედრებაა მოცემული. ამ ვედრებათა შესახებ დაწვრილებით და გამოწვრილებით ჩვენ ვისაუბრეთ შეძლების დაგვარად დაწვრილებით ერთ-ერთ შეხვედრაზე, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრია კიდეც თუ არ ვწდები, პირველად რომ მოვედით ნოემბერში გვიან ღამით ვისაუბრეთ, მაშინ საღამოს ლოცვების შემდგომ ტარდებოდა ხოლმე ჩვენი შეხვედრები, ჩვენი ლექცია და ამის შესახებ კვლავაც ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფალმა ჩვენ გვასწავლა ვევედროთ ღმერთს, პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს. გვასწავლა ერთი დღის არსობის პური ვთხოვოთ ღმერთს. არსობის პურში, როგორც
თქვენ იცით და მოგეხსენებათ, უპირველეს ყოვლისა იგულისხმება არა ნივთიერი პური, არა ყოველივე ის, რაც ჩვენ ფიზიკური არსებობისა და სიცოცხლისათვის გვჭირდება, არა მიწა, წყალი, ჰაერი, საჭმელი, სასმელი, შესამოსელი, არამედ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება თვით ქრისტე, რომელმაც თქვა, მე ვარ პური სიცოცხლისა, ზეციდან დედამიწაზე ჩამოსული, ვინც ამ პურს შეშამს, მას ექნება საუკუნო სიცოცხლე. მე ვარ ნამდვილი საჭმელი და მე ვარ ნამდვილი სასმელი. ანუ ქრისტე, რომელიც წმინდა ზიარების საიდუმლოში სწორედ პურის სახით გვეძლევა, თუმცა იგი სასწაულებრივად და საიდუმლოებრივად გარდაქმნილი თვით უფალი იესო ქრისტეა, არა ნაწილი ქრისტესი, არამედ სრული ქრისტე, ღმერთკაცი. აი რას ვეზიარებით, ჩემო ძვირფასებო და ვეზიარებით ამავე დროს ქრისტეს უხსნელ სისხლს, როდესაც ღვინო საიდუმლოებრივად გარდაისახება ქრისტეს სხეულად, ჩვენ ამ დროს ვუერთდებით ქრისტეს და ჩვენ ვიღებთ განმამხტობელ მადლს და ჩვენ ვიღებთ პურს არსობისას. ჭეშმარიტად, როდესაც ჩვენ ვევედრებით ღმერთს პური ჩვენი არსობისა მომენტ ჩვენ დღეს, ჩვენ აი ამ პურს ვითხოვთ, რომელიც არის თვით ქრისტე. შემთხვევითი არ გახლავთ, რა თქმა უნდა, შემთხვევითობანი მხოლოდ ჩვენს ადამიანურ წარმოდგენებში არსებობს, რომ ქრისტე იშვა ბეთლემში. ბეთლემი ქართულად ნიშნავს სახლს პურისას და ჭეშმარიტად ბეთლემში იშვა აი ამ სახლში, ანუ ამ სოფელში იშვა პური ჩვენი სიცოცხლისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არა მარტო წმინდა ზიარების საიდუმლოში, არამედ წმინდა წერილის კითხვის დროსაც, რადგან ეს არის ღვთის სიტყვა და ღვთის სიტყვაში საიდუმლოებრივად თვით უფალია. ამიტომ როდესაც ჩვენ ვკითხულობთ წმინდა წერილს, ბიბლიას, ჩვენი სული იკვებება არსობის პურით. არსობის პურს ვიღებთ ჩვენ ყველა წმინდა საეკლესიო საიდუმლოში. არსობის პურს ვიღებთ ჩვენ წირვალოცვების დროს, რომლის შესახებაც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, წირვალოცვის დროს ადამიანი ისე დიდ სულიერ სიმდიდრეს იღებს, რომელთან შედარებით მთელი სამყაროს მატერიალური დოვლათი და სიმდიდრე არარაობაა. შენ იღებ უხსნელ და მარადიულ პურს, იესო ქრისტეს განსხვავებით იმ პურისაგან, რომელიც სწრაფი და წარმავალია, თუმცა რომელიც საიდუმლოებრივად წირვალოცვის დროს აი ამ ყველაზე ამაღლებულ ადგილას საკურთხეველში, წმინდათა წმინდაში ქრისტეს სისხლად და ქრისტეს სხეულად გარდაიქმნება. და თუ შენ გიყვარს ქრისტე, როგორ არ უნდა გწყუროდეს ქრისტე, როგორ არ უნდა ელოდებოდე ყოველი კვირა დღის გათენებას, როგორ არ უნდა მორბოდე შენ, როგორ წყურვალი ირემი მიეშურება წყლისაკენ, რათა შეუერთდე უფალს და მიიღო პური სიცოცხლისა. პური არსობისა, რომელსაც შენ ყოველდღიურად ევედრები უფალს და სთხოვ, პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს. დღეს იმიტომ, რომ ვინ ჩვენ ეს დღე გაგითენა, ვინ ჩვენ ეს დღე მოგცა, მანიცის დღეს რა გჭირდება, სულიერ პურსაც მოგცემს და ნივთიერ პურსაც. ამიტომ გვასწავლა ჩვენ ერთდღიანი არსებები ვართ რა, ერთი დღისათვის ვითხოვოთ საზრდო. აი მე ერთხელ ვთქვი და ზოგიერთს გაეღიბა, კიდე შესაძლოა პირველად დაფიქრდა ამაზე. მე 51 წლის გავხდი, ეს იმას ნიშნავს, რომ 51 წლის აღარა ვარ მეთქი და ის რომ მე 50 წლის და შესაძლოა უფრო ასაკოვან ადამიანსაც ვგავარ, ეს უთყვარი დასტური და გარეგანი ნიშანი და გამოხატულებაა იმისა, რომ მე 50 წლის კი აღარა ვარ, არამედ აღარ ვარ 50 თუ 51 წლის, იმიტომ რომ ის 51 წელი ჩემი ცხოვრებისა წავიდა ისევე როგორც თითოეული თქვენთაგან ისა რამდენი წლისანის ბრძანდებით და არასოდეს აღარ დაგიბრუნდებათ. ხვალინდელი დღე ჩემთვის ბუნდოვანია, არ ვიცი მექნება თუ არა. ხვალინდელი დღე კი არა, მომდენო წამებში რა მოხდება, ისიც არ ვიცით. ხომასია, განა ტაილანდში, როდესაც ნებივრობდნენ იქ წყლის პირას და სხვადასხვა გეგმებს აწყობდნენ მომავალი წლებისა და ათეული წლებისათვის, იცოდნენ მეორე წამში 300,000 ადამიანმა რა მოხდებოდა მათ ცხოვრებაში. ან იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებიც მიწისძვრის მსხვერპლნი გახდნენ, რა მოხდებოდა მეორე წამს მათ ცხოვრებაში. ან თუნდაც 11 სექტემბერს, რომელიც მთელმა კაცობრიობამ, რომელ დღესაც მთელმა კაცობრიობამ იხილა ამერიკის ყველაზე აი ამ ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი ქვეყნის მაღალი ცათამბჯენები, როგორ იავარ იქმნა
და 3000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც თავთავიანთი გეგმები ჰქონდათ, რამდენიმე წამში შეწყდა მათი სიცოცხლე, იცოდნენ რა მოხდებოდა მეორე წამში. განა დღეს მრავალი ადამიანი არ მოკვდება, განა დღეს მრავალი ადამიანი სული არ გაიყვანება ამ სოფლიდან. განა ჩვენ ცხოვრებაშიც არ გათენდება ერთი დღე ისეთი, როცა ჩვენთვის აღარ გათენდება. აი მე როდესაც ყოველდღიურად წამოვდგები ხოლმე, უბრალოდ როგორც კი თვალს გავახელ, ვიღვიძებ უდიდესი სასწაულის შეგრძნებით, რომ გათენდა, რომ გავცოცხლდი, რომ რამდენიმე საათით მკვდარი ვიყავი სამყაროსთვის და სამყარო ჩემთვის, არ ვიცოდი, როცა მეძინა რა ხდებოდა, ხომ? და არც ვიცოდი, როდესაც დავიძინე, გავიღვიძებდი თუ არა. ამიტომ წესად გვაქვს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ძილის წინ სხვა ლოცვებთან ერთად ვევედროთ მფარველ ანგელოზს, მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მოგვანიჭოს ჩვენ. მფარველი ანგელოზი მოგვივლინოს ჩვენ, მფარველი და დამცველი ყოვლისაგან ბოროტისა. ხომ ასია, ხომ დამემოწმებით, ხომ დამერწმუნებით და როდესაც გაიღვიძებდა თვალს ახელ, მართლა სასწაულის შეგრძნებით იღვიძებ. თარი იყავი და გაცოცხლდი. კიდევ ერთი დღის სიცოცხლე გაჩუქა ღმერთმა, თვალი გაახილე, არ დაბრმავებულ ხარ, გესმის, არ დაყრუებულ ხარ, მოძრაო, სუნთქავ, დამბლა არ დაგცემია. აჰა, მზე ისევ ანათებს შენთვის, ოჯახში სიმშვიდეა, შენ ღმერთმა კიდევ ერთი დღის სიცოცხლე გაჩუქა იმისათვის, რომ შენი ცხოვრება რადიკალურად გამოასწორო, რადიკალურად მოაბრუნო ღვთისაკენ. ანუ მოხდეს შენი სრული მოქცევა, გამოასწორო შენი ცოდვიანი საქმეები, ბოლოს და ბოლოს ის ცოდვები, რომლებსაც წლების განმავლობაში დაატარებ გულში, არავის არ უმხელ, თუმცა გული გახსნილია უფლისათვის და მისთვის არაფერი დაფარული არ არის, აღიარო ხილულად მოძღვრის და უხილავად ღმერთის წინაშე, რათა ეს ცოდვები იმ ლოცვის შედეგად, რომელსაც მოძღვარი წაიკითხავს, ერთხელ და სამუდამოდ მოგეტევოს და წარიხოცოს შენი არსებიდან და აღიარებული ცოდვები არასოდეს აღარ მოგეკითხება ღვთის წინაშე. ამიტომ მოგვიწოდებს უფალი დღენიაдаг თავისი ეკლესიის მეშვეობით შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა. შეინანეთ და იწამეთ სახარება, იწამეთ ღვთის მიერ გამოცხადებული მაცხოვრებელი მცნებები და ამ ცნებების მიხედვით იცხოვრეთ. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს ეს არის მედრება, რომელიც ადამიანს ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს და ძალიან ბევრ საიდუმლოებას შეაცნობინებს. უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ეს დღე მისთვის შესაძლოა იყოს უკანასკნელი. მე პირადად ესეთი შეგრძნებით ცხოვრობ. მე რამდენადაც მწამს არ ვიცი, მაგრამ წამს, რომ ეს დღე შესაძლოა იყოს ჩემთვის იყოს უკანასკნელი, ამიტომ მე ვცდილობ ისე ვიცხოვრო, თითქოს ეს დღე ჩემთვის უკანასკნელია. და რა ვიცით, რომ ეს ასე არ არის? ღმერთმა დამიფაროს, მე არ ვარ მზად მასთან შესახვედრად, მაგრამ ყველა ჩვენთაგანი ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ. ამიტომ დავდივართ ეკლესიაში, ამიტომ ვკითხულობ წმინდა წერილს, ამიტომ ვცდილობთ ღვთის მცნებების მიხედვით ვიცხოვროთ და ამიტომ უნდა ვცდილობდეთ, რომ არა მარტო შაბათ-კვირას როცა ეკლესიაში დავდივართ, არამედ 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ვიყოთ მართლმადიდებლები და არაფერი გავაკეთოთ ისეთი, არ წარმოსვათ არც ერთი სიტყვა ისეთი, რაც ღმერთს არ მოეწონებოდა, რადგან როგორც დიდის ჯულის კანონში სული წმინდა მამათა მიერ დაადგინა, ვინც თავის თავს ქრისტიანი უწოდოს, ხოლო ქრისტეს მიხედვით არ იცხოვროს, არაფერი მიიღოს უფლისაგან. მადლობა ღმერთს, მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს დიდებულ მოძღვრებს, რომელთაც შესაძლებლობა მოგცეს კიდევ ერთ დღეს შევხვედროდით ერთმანეთს და ერთმანეთთან გვესაუბროთ მის შესახებ, ვინც ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს. არ ვამბობ გვიყვარს მეტად. იმიტომ რომ ამ სიყვარულისაგან ჯერ ძალიან შორს ავართ, უფრო შორს ვიდრე მიწა არის შორს, უფრო ზეცა შორს მიწისაგან.